მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა თუ ურჩიმ-ძღოლები, ქალაქში პარკირების პრობლემა აქტუალობას არ კარგავს. ძღოლების უმრავლესობა უადგილობას, მერია კი მოქალაქეების დაუმორჩილებლობას უჩივის. სანქციების მიუხედავად მუნიციპალიტეტი ვერც კანონდარღვევის ფაქტების შემცირებას და ვერც იმ თანხის სრულად ამოღებას ახერხებს, რასაც მძღოლებს ჯარიმის სახით უწესებს. საგზაო ნიშანი იმაზე მიუთითებს, რომ ავტომანქანის ამ ადგილას გაჩერება იკრძალება, თუმცა ტერიტორია თავისუფალი თითქმის არადროსაა. მძღოლები აღიარებენ, რომ პარკირების წესებს ხშირად არღვევენ, თუმცა თავს გაჩერების ადგილების სიმცირით იმართლებენ. მოქალაქეების პრეტენზიებს არ ეთანხმებიან ბათუმის მერიაში. ხშირად მოსახლეობა აპელირებს იმაზე, რომ ფიზიკურად არ აქვთ გაჩერების ადგილი, თუმცა უმეტესწილად მე ვერ დავეთანხმებოდი მოსახლეობას. დადგენილი წესები უნდა აღვასრულოთ, რაოდენ დისკომფორტს არ უნდა გვიქმნიდეს ჩვენ გარკვეული ინფრასტრუქტურული პრობლემები. როგორც აღმოჩნდა, პრობლემა მხოლოდ პარკირება არაა. ურჩიმ-ძღოლების უმრავლესობა ურჩი გადამხდელიც ყოფილა. ქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ პარკირების წესების დარღვევისთვის ყოველწლიურად ასობით მძღოლი ჯარიმდება, თუმცა თანხას მხოლოდ მცირე ნაწილი იხდის. სტატისტიკის თანახმად მიმდინარე წელს ჯარიმა არასწორი პარკირებისთვის მძღოლების მხოლოდ 30%-მა გადაიხადა. საქარე მინაზე საჯარიმო ოქმის განთავსების შემდგომ იხდის მოსახლეობის დაახლოებით წლევანდელი მონაცემებით 30%. შემდგომ ხდება შესაბამისი დადგენილი წესით შეტყობინებების დაგზავნა ადრესატებამდე და შემდგომ ამისა იხდის მოსახლეობა, არის შემთხვევები, როცა არ იხდიან და შემდგომ გადაეცემა, ერიცხება საურავი და გადაეცემა აღსასრულებლად შესაბამის ორგანოს. ქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში კიდევ ერთ პრობლემად ეგრეთ წოდებული სტაიანშიკების სიმრავლეს ასახელებს ბათუმის საკრებულოს წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი. დეპუტატის განცხადებით, არაუფლება მოსილი პირების მხრიდან პარკირების საფასურის მოკრების ფაქტები კვლავ ფიქსირდება, რაც მისი თქმით მოქალაქეებთან ერთად ქალაქის ბიუჯეტსაც აზარალებს. ბიუჯეტს გვერდსულის ეს თანხები და ვიღაცის ჯიბეებში ხდება ამ თანხების აკუმულირება. ჩვენ უნდა ავიღოთ ადგილობრივმა თვითმმართველობამ საკანონმდებლო ინიციატივა და მივმართოთ პარლამენტს, რადგან იქ არის საკანონმდებლო ლაშქრობები, ერთხელ და სამუდამოდ ეს თემა უნდა იყოს მოგვარებული. სანამ საკრებულო შესაბამის ინიციატივას მოამზადებს და პარლამენტს გადაუგზავნის ეგრეთ წოდებული სტაიანშიკების უკანონო ქმედების აღკვეთა, კვლავ ქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ფუნქციებში დარჩება. ერთადერთი ბერკეტი კი, რაც ამ ეტაპზე სააგენტოს აქვს 100 ლარიანი ჯარიმაა.